გამარჯობა, დუბლი 4. ეს არის მარტოობის წუთები. დღეს ჩემი სტუმარია თათუკა ჩაჩუა. შენ ხარ ოჯახების თერაპევტი, წყვილების თერაპევტი. ოჯახების სისტემური განლაგება იგულისხმება მანდ. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? მშობელი, ოღონდ საკუთარ თავის. ცალსახად და დაახლოებით 4 წელია ალბათ ვცდილობ რომ ჩემი თავის მშობელი ვიყო და მას ახსნი რა არის. 4 წლის უკარო გეკითხა, უეჭველი გეტყოდი რომ მსხვერპლი რა. იმიტომ რომ რო არა ის პერიოდი, რა პერიოდებიც გამივილია ცხოვრებაში, ვერ ვისწავლიდი ჩემ პროფესიას ამ ხელა ენთუზიაზმით, რო არ გეზარებ რაღაც სწავლა, იმიტომ რომ გინდა და გჭირდება. ძალიან მაგარი რაღაც არსებობს ცხოვრებაში რა. რაღაცები ცხოვრებაში არ ვირჩევთ, მაგალითად მშობლებს არ ვირჩევთ. ხდება ეს. და რაღაც დანაკლისები რო გვაქვს, ამ დანაკლისებს რაც ბავშვობაში მოხდა მშობლისგან, გარემოსგან, სკოლა ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მეგობრები რომლებსაც ვირჩევთ. მე ვდგებით და პარტნიორთან მივდივართ იმ დასარიელებული, ასე ვთქვათ, ხურჯინით, რაც გვაკლია და მას ვთხოვთ. ეგ რო არ მოხდეს და ჩვენ რო არ გავხდეთ ურთიერთობაში შემაწუხებელი საკუთარ თავთან ურთიერთობაშიც, შვილად აყვანას ვეცახით ფსიქოთერაპიაში ამას, როცა ხარ შენ თავის მშობელი. ეს რა არის? ყველაზე ცუდად ბავშვობაში პირობითად რაღაც რო გქონია, ან დედა, ან მამა დაგჭირვებია, ხო? ეგ ვარ ჩემი თავისთვის მე დაახლოებით 4 წელია, არ ვიცი, გვერდით კომენტირდება, ჩემ პატარა შინაგან თათუკას. შექება ჭირდება. დაკურება ჭირდება, რა გვჭირდება რომ შევცვალოთ, რომ კარგად ვიყოთ, როგორ ვარ. ეს არ ვიცი, ზამბიური ადამიანი უნდა არ ეკითხება საკუთარ თავს, მარტო როცა რჩება რომ როგორ ვარ, რა მაკლია. და ძალიან მაგარია, როცა ხო, რა 4 წელია მშობელი ვარ ჩემი თავის და ძალიან კაი მშობელი ვარ. და ძალიან ქსიამებს ალბათ მოვლა ხო საკუთარი თავის. ხო და ძალიან მიყვარს ამ კითხვას რომ მისვამენ, იმიტომ რომ ზოგს ესმის ძალიან შაბლონურად რომ წავიდე ვუყიდო ჩემ თავს ზედა, რამე ახალი, ხო, ემოციური ზრუნვა ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანია. დაახლოებით 1 კვირას უკან ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად სხვა ქვეყანაში და უცბად რაღაც თავისთვის საუბრობ ნოუთებს ჩავყევი. სადაც ზუსტად იმ თვეში 2025 წელი რო დადგა იანვარში, მივფრინავდი ერთ-ერთ ქვეყანაში და ჩემ თავს მივწერა წერილი. და ეს წერილი რო წავიკითხე, ახლანდ 1 წლის თავზე მივხვდი რომ იცი როგორ მშობელი ვარ ჩემი თავის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გავახსენე, რა გავიარე, როგორ გავიარე, რამდენჯერ გვეგონა რომ დასასრული იყო, რას განვიცდიდი და სად ვარ და რას დავუპირდი ყველაფერს ვსრულებ რა. და ძალიან მაგარია. არაფრის აღარ გეშენია რა. არ ხარ არც მომავალზე, არც წარსულს, და დროს უწარსულზე ვიყავი და შენ თავზე ხარ დამოკიდებული მარტო, ხო? ხო, და რაღაც მომენტში ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ის, რომ იფიქრონ რომ ემოცია არ მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაქვს, რომლის რეგულაციაც ვიცი, უბრალოდ და მე ვარ თავიდან ბოლომდე ჩემ თავზე დამოკიდებული. რამეზე გული მეტკინება, შენ პირობითად ჩემთან, არ ვიცი, ურთიერთობაში ხარ, გული მეტკინა მე შენგან. პირველი რაც ყველაზე შაბლონია, მე ხო შენზე უნდა გაუბრალო, წესით ეს ხდება ხოლმე რა, მე რაღაცას გული მეტი, შენ გირჩევ საქმეს და ადრე ვაკეთებდი მაგას. მეც და ყველაც ეგრე ვართ ადამიანები მოწყობილი. რაღაც მომენტ შეიძლება ეს ძველი შაბლონი ისევ წამოიღოს, ვერ გეტყვი რომ ყველაფერი ხუთიანზე. მაგრამ რაღაც მომენტში ყოველთვის ვკითხულობ, რომ პირობითად ნანკასთან ურთიერთობაში რომ მე გული მეტკინა. რა გავაკეთე ისეთი, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. ყველა იმად გაცრუება. ყველა წენა, ყველა ბრაზი, ყველა საკუთარ დაბალი თვით შეფასება არის მოლოდინებზე დაფუძნებული რა. იმიტომ რომ ყველა ჩვენი მოლოდინი გვაქვს რაღაცაზე და ეს მოლოდინი რო არ მართლდება, მე ჩემთვის კი არ ვეკითხები, რატო შევექმნი ეს მოლოდინი. შენ გეჩხუბები, რომ რატო არ გაამართლა ჩემი მოლოდინი, ეგრე დამღუპველი რა. ხო, სხვაჩვენს მე არ მაქვს არაფრის მოლოდინი არასდროს. და ამიტომ გული არ მტკივა ხშირად. ანუ რას გული ხო? არ მიკვირს არავისი რაღაცა მოქმედება, რაც ვიღაცებს უკვირთ. და ძალიან თავისუფლების მომგვრელია ეს ყველაფერი რა, შინაგანად რა, ანუ საერთოდ არ ვარ დამძიმებული არავის საქციელის გამო, იმიტომ რომ თავის ცხოვრებაა და რაც უნდა ის უქნია. არის მეორე ვარიანტიც. რო ეგ არის ჯავშანი. არ და გულთან ახლოს უშვებ ამ ადამიანებს. გულთან შეიძლება ურთიერთობაშიც ახლოს მომიშვა, მაგრამ ჯავშანი გქონდეს, რომ მე ძალიან ბევრჯერ მეტკინა.
და ეხლა მე შენში არ ჩავდებ დიდ რესურსს, ემოციურს ცხადია, რომ მე გული არ მეტკინოს. თავარი აქ რა არის ყოველთვის, რომ რაღაც როცა მწყინს, განა არ აქვს მნიშვნელობა და სულ ერთია. ჩემ თავთან ვიკითხო, რომ რა მაქვს შესავსები. სად ვარ მოწყვლადი რომ მეტკინა გული. ეგ არის თავარი. სად ვარ შესავსები? იქ კითხვა საკუთარ თავისთვის, მე მგონი არასდროს არ დამისვამს. ხოდა შორის შარშან დაუსვი მე ჩემ თავს ეკითხვა ისე რა აზრიანად ხო ხდება ეს თეორიაში ვიცი მაგრამ აი შარშან მქონდა ყველაზე გარდამტეხი პერიოდი აი ემოციური თვალსაზრისით ბევრი საქმე თან ბევრი რაღაცა ემოციური ჯანჯღარი და მაშინ მკითხე ჩემ თავს რომ რა მაქვს შესავსებ ეს სულ ვიცოდი რომ მშობელი ვარ ჩემი თავის და მე მივხვდი რომ ჩვენში ადამიანებში არის კრიტიკის ხმა ეს კრიტიკის ხმა არის გგონია რომ ჩვენი ნაწილია სინამდვილეში არის ჩვენში ან დედისგან, ან მამისგან, ან ბებიისგან და ეს კიდე ფსიქოთერაპიაში ყველაზე ცუდი რა არის და ფსიქოლოგიაში ცუდად გაჟღერებული, რომ ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მოდი მშობლებს დავაბრალოთ. და ნუ არ არის ასე სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებს, რა თქმა უნდა მშობლებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, მაგრამ შეიძლება პირველი ურთიერთობა სასიყვარულო იყოს ყველაზე ტრავმის მომდანი შენს ცხოვრებაში და მე ის შაბლონი ატრიალო ყველგან. შენი აზრით არჩევანია მსხვერპლის როლში ყოფნა? ალბათ კი, ხო? ცხადია. როდესაც მსხვერპლის როლში ხარ, ის ნელ-ნელა ისე მოგწონს, რომ სესიაზე მოსული ადამიანები ხშირად ყველაზე მეტად ვინმეს დაკარგვას კი არ განიცდიან. აი, სეპარაცია პარტნიორთან პირობითად ყველაზე მეტად განიცდიან აი ამ მსხვერპლის როლში და ტრავმასთან მიჯაჭვულობაზე რომ უნდა მოხდეს ნელ-ნელა მოშორება. არ უნდათ. და რა არის კიდე ყოველთავარი რომ მე თუ ხვდები რომ არას თქმა არ შემიძლია და სხვაზე მორგებული ფსიქოტიპი ვარ, სხვა რა სიტყვის ხო, people pleaser-ებს რას ვეძახით რა? მანიპულატორი ვარ. და მსხვერპლი ყველა ვარიანტში მანიპულატორია. მე თუ არას თქმა არ შემიძლია მანიპულატორი ვარ? კი, იმიტომ რომ თუ არას თქმა არ შეგიძლია, ყველა ვარიანტში ხარ სხვაზე მორგებული ფსიქოტიპი. ნუ სხვებისთვის აკეთებ ყველაფერს და ყველა ვარიანტში მანიპულატორი ხარ. იმიტომ რომ ქვეცნობიერში მოლოდინი გაქვს აუცილებლად რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შენ მე დამინახო რომ მე კარგი გოგო ვარ და მე დავიმსახურე. აი მაგ კუთხით არასდროს არ შემიხედავს. მე ყველაზე მეტად ვუფრთხი ყოველთვის ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერს მოლაპარაკების დროს ადამიანები რომელიც ყველაფერს მეუბნებიან, რომ კი, არ არის პრობლემა, ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, კი, всё, მანდ უკვე წითელი ხაზია, რომ არა. შენი აზრით ურთიერთობები ყველაზე ხშირად რა მიზეზით ინგრევა? შენი აზრით რა, შენი გამოცდილებით? პრაქტიკაში ყველაზე ხშირად შინაგანი ბავშვი როცა არ არის დამუშავებული. მე ჩემ პარტნიორი რეალურად როცა კონფლიქტი გვაქვს, პირველი არის ego, პარტნიორი როცა გეჯიბრება, მან ყველაფერი დამთავრებულია. ოღონდ შესაძლებელი არ აღიაროს რომ გეჯიბრება რა, აი შეიძლება ერთ პროფესიაში იყოთ, შეიძლება არ იყოთ, მაგრამ გადაწყვიტოს რომ უნდა გაჯობოს რაღაცა გზით. აი თუ პარტნიორებს შორის არის მე შენ გაჯობებ, ქვეცნობიერად და არა ჩვენ და მე არ ვამაყობ შენის და რომ უფრო რა მაგარი ხარ და როგორ მიხარია, მან იწყება პირველი კონფლიქტი, იმიტომ რომ ეგოების ამბავია. და მეორე რა არის, რომ ჩვენი შინაგანი ბავშვები ჭუბობენ სინამდვილეში რა და ჩვენ ერთი ენა არ გვაქვს, არც გვაქვს სურვილი რომ ვისაუბროთ. მე და შენ თუ კამათობთ პირობითად და რაღაცა ურთიერთობას ვარკვევთ, მე არ გისმენ იმიტომ რომ დავფიქრდე ჩემ ქცევაზე, მე გისმენ იმიტომ რომ პასუხი დაგიბრუნო, რომ დაჩაგრულად არ ვიგრძნო თავი. და ეგ არის პირველი კონფლიქტი რა, ანუ რომელიც აი რეალურად მე არის რომ აი შენი სარქენი, შენ ეს სარქენი, შენ ჩემთვის ის არ გააკეთე, დედა შენი არ ვიცი, უამრავი რაღაც ხო არის მიზეზზე. არ ხარ ძლიერი საკმარისად, არ ხარ ყურადღებიანი, არ მithვალისწინებ ეგოისტი ხარ, ზირთადად ეს ტიპებს ხომ ყველაზე მეტად და რო ვეკითხები, ცალსაკეცო მაქვს ეს სესია მწყვლებში, რომ აი მე ლაპარაკე შენ პარტნიორზე, რა უყვარს, რა მოწონს. ვიცი როგორია თან დაახლოებით 14 კითხვა რომელსაც უნდა გასცეს პასუხი. მანამდე აქვს მას გაცემული პარტნიორს და მე შედარება ხდება რა, რამდენი იცნობენ ერთმანეთს და ძირითადი პრობლემა არის შეჯიბრი. სურვილი ეს დაკარგვა რომ რაც შეთანხმდნენ რომ მე ვიმუშავებ ჩემ თავზე და არა ის რომ შენ შეიცვალ. მე ვიმუშავებ ჩემ თავზე და ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქცევაზე, იმიტომ რომ მიყვარხარ შენ. შენ იმუშავე შენს ქცევაზე და შენს თავზე, იმიტომ რომ გიყვარვარ მე.
თორე წყვილები თუ არ გამათობენ, ძალიან დიდი პრობლემაა სინამდვილეში. უნდა გამათავდნენ აუცილებლად. შენ როდის მიხვდი, რომ საკუთარ თავზე გქონდა სამუშაო, რა იყო შენთვის გარდამტეხი? მე წარმოვიდგინე, ვმუშაობდი საჯარო სამსახურში და PR მარკეტინგში ვიყავი და უბრალოდ ხოც სამეგობროში რო გოგოები ან ბიჭები არ მნიშვნელობა აქვს, ყველა მეგობარი რომ მასთან მიდის რჩებაზე. მე დედა ჩემმა მითხრა ერთხელ რომ ცა უბრალოდ ყოველდღე რო სახში ვიღაც მოდის რომ ესე სავარძელში გესაუბროს, ძალიან კარგი ფსიქოლოგი იქნებოდა. ეს ხდება დაახლოებით 2014 წელს, 15 წელს. Das მე ინტენსიურად ვარ შევიცვალე 1 წლის განმავლობაში ორ საჯარო სამსახურში ვმუშაობ, PR-ში და პროტოკოლში. მაქვს რაღაც მე პლუს ალკე ჩემ ბიზნესზე, ცოტა არ მიფიქრია ფსიქოლოგიაზე და მან დიწყება ის რომ ვეღარ ვიპოვე ჩემი თავი რა, უცბად დავკარგე. ამოწურე? ხო, საჯარო სამსახურში ცოტა მაღარ შემეძლო მუშაობა და მივხვდი რომ მთავარი სპეციალისტი როდემდე უნდა ყოფილიყავი და 24 თუ 25 წლის გოგო რო ვიყავი, მივხვდი რომ საკმარისი იყო ის რაღაც აღარ მინდა. ბიზნესში თულა არ ვიცი. ძალიან კარგი იდეები მაქვს, გავყიდი ყველაფერს, მაგრამ თულა არ ვიცი რა და წავიდე ეს ბიზნესის არალზე. დავანებე თავი ამ ბიზნესას და წავედი ამერიკაში. როგორ წავედი ამერიკაში, რომ ჩემმა სამეგობრომ დამიტირა და გამაცილა, რომ მე აღარ ჩამავალ და დიდ ემიგრაციაში წავედი და დაახლოებით 3 თვეში მივხვდი, რომ ამერიკაში ვარ ნამცეცი. აქედან დიდი ეგოთი წავედი. არავინ არ ვარ საერთოდ რა, მიკითხეს, რომ ეხლა შენ ესე სამსახურს როგორ შემოსავლით საქართველოში გქონა, ვერ გექნებოდა და სადღაც უნდა იმუშაო, არ ვიცი, caregiver-ად რაღაც უნდა გააკეთო. არც ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ მაშინ პატარა ვარ და საჭიროება არ მქონია ფინანსური, რომ ეგ გამეკეთებინა, თორე არასდროს არაფერი არ მეთაგინება. უბრალოდ წავედი ეს ამერიკულმა ფილმებმა, რომ გაარომანტიულა ყველაფერი, წავედი, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო. სამთვეში გამოვონძულდი უკან და აქ რო ჩამოვედი, დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ციკლი პირადი ურთიერთობის, რომელმაც არ ვიცი რა ქნა, ყველაფერი სახე დამაგარგინა. ყველაზე ცუდად ვიყავი მაშინ. და უბრალოდ ლიტერატურით დავინტერესდი თავიდან. მე ლიტერატურით დავინტერესდი, მე ამას დაემატა შფოთვა და პანიკური შეტევები, ისეთი რომ გამორიცხული იყო სადმე ახალ გახსნილ ობიექტზე, ან თუ არ ვიცი ის ადგილი იქ მივსულიყავი, ნაცნობი თუ არ იყო. მივხვდი რომ აღარ იყო უკვე სახუმარო. და 2017 წელს ეს მაქვს ყველა პოდკასტში ნათქვამი, მაგრამ მინდა რომ აქაც გითხრა. 2017 წელს ჩემი მეგობრის შვილი ჩემთან სამსახურში ავსებდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ეს უნივერსიტეტი რომ დაარჩე და ჩააბარო. რას აკეთებ ანანო თქვა გითხრა. და წერო რომ უნდა ჩავაბარო. და მეც მინდა თქვა. და თავარი რა არის აქ რომ ჩემს უნივერსიტეტთან ბოლოს ვიყავი, არ ვიცი, შევარდნაცის დროს ჩავთვალე, რომ ხო არის რაღაც ბაზისი რომ მოამზადო, იმეცადი. არაფერი რა. შევავსე. ჩავწერე ფსიქოლოგია. ეს გადაწყვეტილად იმდენად მომწონდა ლიტერატურა, კითხვა ფსიქოლოგიის, რომ ღამეებს ვათენებდი. რა თქმა უნდა, რომ არ ვთქვი არსად, რომ ვაბარებდი. ახლა ვიტყოდი რა, მაგრამ მაშინ რომ ჩავიჭრა თუ რაღაც ვქონდა. წავედი პირველ გამოცდაზე, შემხვდა ჩემი მეგობარი და მისი შვილი, დაქრა გინდაო მითხრა ჩემი მეგობარი, მე ვთქვი, რომ მეგობრის ბავშვი აბარებს თქო. იმიტომ რომ ცოტა წარმოუდგენელი იყო საჯარო სამსახურში მუშაობ და ბაკალავრზე აბარებ რა, თავიდან ფსიქოლოგიის რაღაც არის გავაქანი და მაგისტრზე ვისწავლე, მაგრამ ვეღარ იმუშავებ როგორც გინდა. მოკლედ დავწერე 4-ვე გამოცდა და ჩემს მეგობრებთან ერთად წავედი ზღვაზე. ოღონდ აქ თვით შეფასება არ მაქვს, საერთოდ ნული ვარ. რაც კი გამიკეთებია ცხოვრებაში, ის არ მახსოვს, რომ რაღაცა ვიცი. და დაიდო პასუხები. აბა თუ მიხვდები რა მოხდა, შემეშინდა და ვერ ვნახე. ანუ შეხვიდე და შეამოწმა ჩააბარე თუ არ ჩააბარე რა და ეს ბოლომდე დაველოდე რა 4 ώρα დადებული იყო და ბოლოს ყველამ რო დაიძინა მახსოვს რომ შევედი და ირო დავინახე რომ ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე ნული მომზადებით
სხვაზე ვიყავით მეგობრებთან ერთად და როცა ამ სასტუმროს უკან იყო რაც მოსაჯდო და იქ იყვნენ ესენი და თოვლებით ხრებით ყოლა და მე აი არაადეკვატური წერილით გავმივარ და მეუბნები ეროვნული ჩავაბარე და ჩემ მეგობრებისთვის მართლა ძალიან გამიმართლა მეგობრებში აი ნუ ყველა გამხედა რომ ხო ჩვენ არ გვიგვირს შენ გიგვირს და მაშინ დავიწყე ძალიან ტერილი მახსოვს რა იმიტომ რომ აი გამახსენდა ვინ ვიყავი რამხელა პოტენციალი მქონდა და მივხვდი რომ ცოტა დაუბრუნდი რომ მე ვარ დავიწყე სწავლა და სადღაც უკვე მალევე მივხვდი რომ საქართველოში ბევრი რამ ფსიქოლოგიაში არ იყო ისე როგორც მე წარმომედგინა და მინდოდა და წავედი ამერიკაში წავედი და იქ ვისწავლე დამოუკიდებლად მე Long Island-ში ვსწავლობდი ჩამოვედი პირველი ვიყავი სოციალურ ქსელში, ანუ საქართველოს სტიგმებში, გოგო, რომელიც TikTok-ზე რაღაცებს ცეკვავდა და ამბობდა, რომ ფსიქოლოგი ვარ. ცოტა მაბულინგებდნენ, მართლა გეუბნები რა, აი, რომ უხვედრილ ვარ სხვა ფსიქოლოგებთან ერთად, შენ TikTok-ერი თუ ხო? და მეცინებოდა, იმიტომ რომ მივხვდებოდი, რომ ეს ჩემი არ იყო რა, რასაც თვითონ თავისი გადასამუშავებელი ამბავი იყო და აი ამ თავისუფლებამ ცეკვით თუ ცეკვით ახლა პროფესიონალი მოცეკვავი ვარ თქო მოგატყობ რა რაღაცა ადვილად საყურებელი რომ იყოს და რომ დაგრჩეს ეს იყო მთავარი ჩემი მესიჯი რომ არ არის ადამიანი არ ვიცი HR-ი ან ბუხალტერი ვალდებული იცოდეს ფსიქოლოგიური ტერმინოლოგია და მოაწონა თავი სადღაც მარტივად რაღაც უნდა აუხსნა რომ დაანახო სად არის თან საშუალება ბევრს არ აქვს თერაპიის აი ტიტრები ამყავდა ვიდეოზე მე მივხვდი რომ რატო უნდა მოვატყუო ეს ხალხი რომ მე იდეალურად ვარ და მე პრობლემები არ მაქვს და ისუები არ მაქვს და რაღაცა თქვენ რომ გამარჯვებათ მე ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში მე წამოვედი ამ ტოქსიკურ ურთიერთობიდან და ახლა ბევრად რთულია დავრჩი ამ აზრზე და დავიძინე ეს ვიდეო რომ ჩავწერე და გავიღვიძე ცნობილმა არ ვიცი იმდენ გამომწერ მყავდა TikTok-ზე რომ ვერ ხვდებოდი რა უნდა მე მე აქტიური არ ყოფილვარ აქედან დაიწყო და ახლა 2 წელი ისეთ თამამ რაღაცებს ვამბობდი რა რაც დასწავლი და საკითხული მქონდა რა მაგალითად აქტი სექსუალური როცა ხდება და ორივე მშობელი არ არის სიყვარულით ამ აქტში და ჩასახვა ხდება ბავშვს მომავალში როცა იბადება აქვს ემოციასთან პრობლემები შესაძლებელია სევდა კონდეს ძალიან დიდი ან ბრაზი და ამას რომ წერდი ხო წარმოგიდგენია TikTok-ის პლატფორმა სადაც აი არ ვიცი მან გამოვიმუშავა იმუნიტეტი ისე მლანძღავდნენ. არა ქართული ცნობიერისთვის ახსაქმელად მე მგონი ცოტა ისეთი რთული. ახლანდელი ვორქშოპებით, სადაც ადამიანი უბრალოდ თავის სხეულში დაგროვილ უამრავ ბრაზს უშვებს მე გადავდივარ, იცი, კომენტარებს, ვინც კაცები წერენ ძირითადად, აი რაღაცნაირი კაცები და ვათვალიერებ ამ კაცებს. მაინტერესებს რა სად ვარ? არ პასუხობ ხოლმე კომენტარებს, მე პასუხობ, მაგრამ მეყვარს. არა, ძირითადად ქალებს პასუხობ ხოლმე, რომ მამუნათებდნენ ძალიან გარეგნობაზე რა ქალები. რამხელა პირი გაქვს მიწერდნენ. ეს რატო დაიბერე თუ ჩემი რა დავდე ბავშვობის ფოტო ჩემი შვილი ამოვწიე კადრში, რომც მქონდეს რა პრობლემა. ანკალოს უწერდი ხოლმე, რომ წარმომიდგენია რაც უდად გრძნობთ თავს რო ასე ეკცევით სხვა ქალს და მე შეერდებოდნენ და მე მივხვდნენ რომ ცოტა არ ხდება ეგრე რა ადამიანის დაშეიმინგება და ცუდი რაღაცებს დაწერა, როცა არაფერი არ დაუშავებია შენთვის. მე რა შემოვიძე რომ გითხრა რომ ნანგა ეხა რატო გაქვს შავი გრძელი თმა? ხო აი არა მაინტერესებდა რას მეტყოდი ახლა. არა შენ ხო იცი ძალიან მოსი ხარ. კი ვიცი. მართლა ვიცი კი. ხო, მთავარი ეგ არის. შენი ვორქშოპების ვიდეოებს როდესაც უყურებ. ხშირად მეუფლება. შენ მე მგონი გრიგოლეჩიც წაგიყვანია ხო? იმიტომ რომ მე გრიგოლეჩის სახლი მაქვს და მიფიქრია. რომ ხوار შევუარო თქო, ანუ შევხვედრია რა. მაგრამ მე მიფიქრია რომ აი როგორ უნდა მივიდე იმ მდგომარეობამდე, რომ აი ესე დამცალო. აი რეალურად გამაშიშულო რა. და ამას ახერხებ ხალხს რეალურად საერთოდ აღქმა რეალობის ეკარგებათ და აი იმ თავის ტკივილებთან შიშულებით შევიან და რამხელა დაცულობის შეგრძნებას უტოვებ ადამიანებს, რომ აი ამაზე მოდიან. და მაინტერესებს როგორ ახერხებ თავიდანვე ალბათ ერთ დღეში ხდება ეს ყველაფერი თუ რაღაცა პროცესია. სხვადასხვა პირველად საუბრობ პოდკასტში ჩემს ვორქშოპებზე რა კარგია. და ძალიან მიხარია რომ ეს კითხვა დამისვე.
არ არსებობს ჩემს workshop-ზე მოხდა ესე უბრალოდ რომ მინდა და ფული ჩარიცხო. გასაუბრების გარეშე, ანუ ვერ შემოვირბენდი. ანუ აი გამორიცხული გასაუბრების გარეშე მოხდეს ვინმე და რატო? მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინია პირდაპირ რაღაცების თქმის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც თანხას იხდის, არ ვიცი როგორ შოულობს ამიტომ, ვიღაცისთვის ძალიან მარტივია, შეიძლება ვიღაცისთვის რთული, მაგრამ მოდის, აი ბოლო იმედი ხარ რა. გასაუბრებაზე რომ მოდის, ისეთ კითხვებს ვსვა ცხადია, რომ აი არ ვიცი 5 წუთში დიდი სანდოობა ყველა ამას ვამბობ, იმიტომ რომ მათი უკავშირიდან გამომდინარე თავს ვაძლევ უფლებას, რომ ყველას დიდ სანდოობას ვაძლევ. საქართველოში ყავს უამრავი ადამიანი, რომელიც არ არის ჰეტერო. და მათ ჭირდებათ დასული გარემო და არა ჰომოფობებით სავსე გარემო, სადაც შეუძლია თქვას, რომ მე მაქვს ეს გამოცდილება. მე მეშინია. უამრავი ძალადობის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი კაცი და ქალი არსებობს, რომელიც ოჯახის წევრისგან ყოფილა და მას ჭირდება დაცულობა, რომ იცოდეს, რომ მარტო ის არ არის და სირცხვილი არ არის. ჩვენ ეს კადრები, რაც გინახავთ ვიდეოებში, არის მხოლოდ ნებართვით მათი. უამრავი кейსი ყოფილა, რომელიც საერთოდ თვალით ძალიან დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრი თქვენი ნაცნობი ადამიანი ყოფილა და ერთი ფოტოც არ დაგვიდი, იმიტომ რომ თავიდანვე თანხმობის ხელშეკრულებას რომ ხელს აწერს, იქ წერია. მე არ ვარ თანახმა ჩემი ვიდეო მასალა ან ფოტო მასალა განთავსდეს. 6 თვეში დრაივიდანაც კი იშლება ყველა მასალა. ანუ რო რამე მე მარტო Instagram-ის მასალა მაქვს. ჩემს ერთ არის უსაფრთხოება მათი. გრძელდება 3 დღე, 2 ღამე. სისტემური განლაგების შესავალით იწყება, მაგრამ მე უკვე მიდის ტრავმათერაპიით და რო არ გახდეს დამღლელი. არის პატარ-პატარა кейსები, სადაც საკუთარ თავს ხედავ დინამიკაში, როგორი ხარ მამასთან ურთიერთობაში, დედასთან ურთიერთობაში, პარტნიორთან, თანამშრომელთან. მაგათი გაწყვეტენ, აი ეს არის, ეს რა ლაგებთ ადამიანებს ჭადრაკულად. გაჩნია რა ზოგი кейსი. და თამაშობენ არაფერს არ თამაშობენ. ეგარ ფსიქოდრამა. არაფერს არ თამაშობენ. მე მყოლია ძალიან ბევრი მსახიობიც და უთქვამთ, რომ არა, იქ სხვა რაღაცა და ასევე მოგშასთანაც, ვისგანაც მაქვს ნასწავლის სისტემურ განლაგებას და პროცესში ვარ კიდე, მოგშასაც უთქვამს თვითონ ძალიან ბევრჯერ, რომ მსახიობებიც როცა მოდიან სისტემურ განლაგებაზე, იქ არაფერს არ თამაშობ, ველში გრძნობ, შენ პერსონას კარგავ, ანუ ვინ ხარ და შეიძლება ვიღაცა მაგარჩიოს, რომ გავდე მის დედას ან მამას ენერგეტიკულად, ვიზუალურად გამორიცხული რომ ყოფილან ქალები რო კაცის როლში არის შემოსული. და შორიდან როცა უყურებ, არცოდ არ გჯერა რა. და მე მიყვარს ძალიან კრიტიკული ადამიანების მოყვანა workshop-ზე, ან ჯავშანი რო აქვთ და ცოტა იკორო ისეთი აქვთ, რომ მე აი ყველაზე არ ვიცი მოწყვლადები არიან იმ ხრი, რომ იხსნებიან ემოციურად. ხო და ყოფილა რომ ქალს ქონია კაცის როლი. ველში როგორც კი შედიხარ და დგები, იქ შენი პერსონა არ ხარ. ოღონდ ფასილიტატორი როცა გიყურებს, არ უნდა გაეპაროს შენი პროექციიდან საუბრობ, შენი ტრავმიდან საუბრობ, თუ რეალურად იქ რასაც გრძნობ. სისტემური განლაგებაზე ჯერ ესე არ თამამდები ბოლომდე, რომ ავიდე ზედა ხაზებზე. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ რამდენიც არ უნდა ვისწავლო, აი თუ გამექცა ის, რომ მე ყველაფერი ვიცი და არ ვკითხე ჩემზე გამოცდილ ადამიანს, ან არ ვუთხარი, აი აქ გავიჯერე და ვერ მივხვდი, მან ჩემ თავს ხუხუპავ და ასევე იქ მოსულ ადამიანს, ვინც მენდობა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი შენი ქცევა, რასაც დღეს იბრძვი, ან პრობლემებს გიქმნი და ან გიქმნის ურთიერთობაში, შენი არ დაწყებულა რა, ზედა ხაზით არის შენი მშობლებით არის დაწყებული და მათი მშობლებით ცხადია ესე. მართლა იცახი, ანუ ჩემი პრობლემა შეიძლება ჩემი დიდი ბაბუის პრობლემა იყოს? კი. ანუ ჰელინგერი, ვინც საერთოდ დაარსა სისტემური განლაგება, თავიდან სხვადასხვა ძალიან კრიტიკულ, ძალიან ბევრი Netflix-მაც გადაიღო სისტემურ განლაგებაზე ძალიან კარგი ფილმიც. ანუ თვითონ ეგ პროცესი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ თან მე მისტიურება ძალიან.
ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შეინარჩუნო, აი არაცნობიერებამდე ჩადიხარ ხო შენ რეალურად. როგორ ახერხებ იმას, რომ ადამიანი სულ ამ არაცნობიერის მდგომარეობაში რჩება და არ ამოდის. არა, ვარდებიან, რას ამბობ? ანუ შენ უკონტროლებ მე რომ ისე ჩავიდეს. დაუცხეული სენით ყველაფრით. არ ჩვეულებრივ ადამიანი არ ხარ მაშინ, თუ ამას გრძნობ. არ ვიცი. მე არ მიყვარს ეს ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ მე ხანდახან ასე ჩემპიონი ლუნას ხო ყავდა აქ. კი. ხო, ლუნაც აკეთებს სისტემურ განლაგებას და ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე ხანდახან რომ ცოტა ვიჩები ვართ. ხართ, ხო? ხო, ანუ იმიტომ რომ მანდ ენერგია არა. ამას ეს შეიძლება დაისწავლო. გაიარო მოგშასთანაც კურსი ისწავლო თავიდან ბოლომდე, მაგრამ თუ ენერგეტიკულად არ გრძნობ ხო რთული არა, ვერ გააკეთებ. ტექნიკურში გადაიყვანა ტექნიკურობა არაფერ შუაში. ხანდახან არის რომ ეს მართლა გუბდება სისტემა. არაფერი არ იწვრის, საერთოდ და მან თუ გაჯობა ეგომ რომ თქვა რომ მე ყველაფერი ვიცი და აურიო, ხანდახან უნდა გააჩერო დინამიკა, რომ არ იხსნება და შევ დაამთავრო. ის რომ ყველაფერი სულ happy end-ით მთავრდება და რაღაც არის ნუტყუილი, თამაშის სხვა ადამიანების ემოციაზე და ფსიქოდრამა ძალიან განსხვავდება სისტემური განლაგებისგან. ამიტომ მე ჯერჯერობით ესე თამამად ბოლომდე ზედა ხაზზე ყოფილა რომ მე სისტემურ განლაგება გამიკეთებია და იმის იქით რომ გაჭედვა მომხდარა, მithქვამს რომ მოდი მოგშასთან რაღაც და მოგშასს უთქვამს რომ რაღაც მომენტში მეც გავჭედ. ანუ ეხა თან მოგშამ ჩამოგვიყვანა ყველაზე მეტად რაც მხარია სხვა გამოცდილი ფასილიტატორი არაქართველები, რომელთანაც გავიარეთ ეს პრაქტიკა და იყო ყოველთვის იყო ის რომ გვეუბნებოდნენ პირველს არ იფიქრო თუ ენერგეტიკულად გრძნობ რაღაც დაგუბდა, არ გადაიყვანო რაღაცა ტექნიკურობაში, რომ ოღონდ დაასრულო, თქვი რომ გაჩერდა. და всё, აქ უნდა დავასრულოთ. ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ სისტემურ განლაგებაში ძალიან ბევრი რამე გამოჩენილა რა. აი ესეთი საოცარი რაღაცები არ მაქვს უფლება ამის თქვის, მაგრამ ძალიან ინტიმური, ოჯახის საიდუმლო გამოჩენილა. რასაც შეიძლება წარმოვიდგინო. მალავდნენ. და შეიძლება მე თვითონაც არ ვიცი ესე ცნობიერად რაღაცა და ამომიტივდივ და შეიძლება გავაფრინო ეგეთ დროს. მე ლუნასთან მაპატირო გაწყვეტილი ფიცრად დამემართა, მე ძალიან დამაინტერესა ამან და ერთხელ გადაწყვეტა თვითონაც გადავწყვიტოთ რომ მასთან უბრალოდ სტუმრად ავიდა და საცდელად და შევხედოთ რა როგორ გავყვები. სისტემურ განლაგებაზე თუ გიდირებულ მედიტაციას. აი არ ვიცი რაღაცა ნივთები და ქვები დავაწყვეტ. მე რაღაც მომენტში ფეხზეც დამაყენა. და თქვა ეგეთი რაღაცა მე არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ მომსვლია. ადამიანთან ვიჯექი ესე. ჩვეულებრივ ვლაპარაკებოდი და იმდენად არ მინდოდა ეთყობა გახსნა, რომ დავიძინე ადამიანთან. აბსოლუტურად ფხიზელმა ადამიანმა. ეგ დაძინება არ არის, მაგ დროს ტვენი გიშვებს შესვენებაზე რაღაცა რაც რთულია და არ იღებს თიშავს ეგრევე და ანუ გაითიშე რეალურად ეგ ძილი არ არის. ხო და ნუ თვითონ მითხრა რომ ესე იგივე ვერაო და გამიშვა. მე მითხრა კიდევ მე თუ მკითხავ, თუ გაინტერესებს, ძალიან დიდი ჯავშანი გაქვს ჩემთვის. ხო, ოღონდ ეს არ არის რამე ის პირიქით, ძალიან კარგია. საზღვრების ხრივაც ძალიან კარგია. გაიჩნია რა გინდა რა, რისთვის გინდა. ეს ჯავშანი რაც გაქვს თუ არ გაზიანებს, გქონდეს. ხო, მაგრამ უნდა კითხო საკუთარ თავს, რისთვის დამჭირდა ეს ჯავშანი ცხოვრებაში. და ეხლა ეს ჯავშანი რა არის, რომ შეიძლება ძალიან გახსნილი ჩანდა. ეჩი მე რასაც გიყურებ ეხლა. საინტერესო რას. ძალიან გახსნილი ჩანდა. ადამიანები თვლიდნენ რომ შენი მეგობრები არიან. შენს რაღაცები იციან, მაგრამ და უხილავს საზღვარს აკეთებ, რომელსაც მე რაღაც ცოტა განრდება იცი. ეს არის რასაც გიყურებ. ძალიან საინტერესოა რომ ესე ხედავ ადამიანებს. და ძალიან მარტივია ალბათ ჩემთვის რაღაც მომენტში. ძალიან რთულია. მე გეტყვი ერთ რამეს, რომ აღქმა ადამიანის, დანახვა ადამიანის და ნახე მე შენ ახლა ავტომატურად ჩემში შენ უკვე ნდობას იწვევ, იმიტომ რომ ხედავ. ანუ კი არ ხედავ ჩემ ნაკვთებს, არამედ სულ აქ ხედავ. ავტომატურად მე ნდობას იწვევ, ხო? ახლა მივხვდი რაღაცებს კიდე. კი, ნდობა არის ყოველთვის. მე არ მაქვს ნდობის პრობლემა ჩემს მიმართ ადამიანებთან, მაგრამ მე ჩემთვის არ არის მარტივი ეს ყველაფერი. ჩემს არ არის მარტივი, იმიტომ რომ ცოტა ფსიქოთერაპია და ეზოთერიკა თითქოს გამიჯნული აქვთ რა და თუ ადამიანი არ იგრძენი ემოციურად, არ დააკვირდი რას გრძნობს. მე მაგალითად ყველა ჩემ კლიენტთან ნათქვამი მაქვს, რომ ნებისმიერ დროს, როცა თერაპიაში ვართ, შენ გაქვს სრული უფლება, მე არ გემესიჯები,
არ მაქვს დრო. აი ხაც ჩვენ ვაქვს ვართ, რომელიღაც ჩემი აუცილებლად მომწერს, რომ აი ხა სადღაც მივედი, ტრიგერი მქონდა, გავღიზიანდი, გავუბრაზდი, კვირიდან და მე თუ ჩემი კლიენტის ემოციური ცვლა არ დავიჭირე და ეს ისტორია არ წავიკითხე, სანამ ის სესია მოვა. ივლის ულიმიტოთ სესიას. და ამ პროფესიას ან ირჩევი, იმიტომ რომ გიყვარს შენია, ან ირჩევი, იმიტომ რომ ნუ აი სხვა ალტერნატივა არ ქონდა და ტოვებ მე. ანუ შენ იმ თერაპევტების რიცხვს არ მიაკუთვნები, რომლებიც მე სესოთერაპევტს არ უყვარ ვარ და არ მივეკუთვნები. რომლებიც საზღვრებს. საზღვრები მაქვს. ანუ ნახე, რომ მე არ პასუხობ. არ პასუხობ. არ არსებულია. მაგრამ უნდა იცოდე. მაგრამ წაიკითხავ. მე აუცილებლად ვკითხავ ჩემი ყველა კლიენტის ყველანაირი ემოცია ჭორაობა რომ დამიწყოს რომ გავუარეკე 100 მერე წავედი ტყავა დავლილე და მოვედი სახლში არაფერს მომცემი არ არის ემოციური რეგულაცია როცა ვერ ხდება მის მიერ მე უნდა ვიცოდე არა მარტო ცუდი რა ახარებს რა წყინს რა ხდის ცუდად როდის შემოდის შფოთვა რომ ისტორიაში როცა შემოაქვს ბევრად ადვილია ვიპოვყვანზე და მე მიჯაჭულობა არ აქვს შენ მიმართ მარტივად მიდიან შენგან მე ძალიან ისეთი ვარ ვერ გექნება ჩემთან მიჯაჭულობა, იმიტომ რომ გიწესებს საზღვრებს. მე ვუშვებ ხანდახან. წარმოგიდგენ, რომელი თერაპევტი გაუშვებს კლიენტს, როცა იცის, რომ ყოველ კვირა უხდეს ფულს. მე ვეუბნები, რომ შენ მზად ხარ უკვე დამოუკიდებლობისთვის აწოდე. ვორქშოპზე რამდენი აღარ დამიშვია მეორე? ვეუბნები, რომ არა. ეს ყველაფერი შეგრძნების დონეზე გქთან. შეგრძნების დონეზე და გასაუბრების საფუძველზე ხვდები უბრალოდ ტანტრუმშია და ეხა უბრალოდ უნდა წამოსვლა და იქ ძალიან იკვრებიან ვორქშოპზე რა აი რაღაცა დიდი კავშირი ხდება რომ მე როგორ მეგობრობენ იცი ეს ვორქშოპელები რომ მოგზაურობენ ერთად და თან ხო ტრავმა ძალიან გაახლოვებს ადამიანთან ერთად გადიან ამ ტრანსფორმაციას და არ ვიცი აი ძალიან მე თან არავინ არ ვიმატებ ხა ინსტაგრამზე პირობითად რომ მათ სტორებს უყურ ანუ არ შეიძლება ეგ უკვე სასწრაფების დარღვევა და ეგ რაღაცებს არ ვაკეთებ მაგრამ ნუ აი ხო შემხვედრიან და მინახიან მე მეორე ვორქშოპზე უთქვამს რომ ჩვენ ხა იქ ვიყავით აქ ვიყავით და ეგეც მიხარია რომ აი ეგ უნარი მაქვს რომ ნებისმიერი რანგის არ ვიცი სარწმუნოები ერთ პოლიტიკური შეხედულება არის ხოლმე საერთო არიან ყოველთვის გაერთიანებულები და კარგად რა და ამ დროს შენ როგორ ახერხებ ეს ყველაფერი არც სახში წაიღო არც შულთან მიიტანო არც სამეგობროში არც პირადში აი როდესაც ესეთ მჭიდრო შეხებაში ხარ აი იმ პრობლემებთან რომელიც შენთანაც კავშირშიც იყო ეს ხო ზოგადად მე მქონია ეგ რა დაუფლეშბექები ვარ რა ვიღაცის ტრავმას აი რომ მეუბნება ზედმიწევნი ზუსტად იგივე პანიკური შეტევის შესახებ რაც მე გადატანილი მაქვს აი რაღაცა დამმართნია ეხა კიდე კაი საერთოდ აი აქ აღარ გადის აი შენ როგორ ახერხებ მოგას მიხდი ხო პირველი რასაც ფასილიტაციის დროს გასწავლიან არ უნდა შეგეხოს რა ეგ არის თუ მე იქ იმ მომენტში თვითონ პროცესში რაც ხდება არ ვიცი საერთოდ არაფერი არ მეხება ემოციურად რა ანუ არ ერთადერთ სისტემურ განლაგებაზე ვიტირე მარტო პროცესი მიმყავდა და ამეტი რა ეგ მახსოვს იმიტომ რომ ჩემთან თერაპიაში იყო ეს ბიჭი დიდი ხანი და საოცრება გააკეთა რა აი ყველს ჩაკეტილიყო და არ ვიცი და ანუ მადლიერების სტილი მქონდა და არა იმის რომ იმ პროცესში ვორქშოპი რო სრულდება ნანკა აი ეშვები ამამდე ჩათვალე რა. ყველას ენერგია მაქვს აღებული. დაახლოებით 1-2 კვირა სესიებს ვაჩერებ ყოველი ვორქშოპის მერე. მაგრამ აი დღეს ვამბობდი რომ 2025 წელს ვიმუშავე ყველაზე ნაყოფიერად რა, რვა ვორქშოპი ჩავატარე და რვა ჯგუფს შევხვდი და ხა მინიმუმ 30 კაცი მაინც ესწრება ვორქშოპს. ყველა ადამიანის ისტორია მახსოვს, ოღონდ არ გიგონოს არ მახსოვს. გადავიწვი. აი ეს არის ბოლო ახლა ყვარლის ტბის რომელიც ვინც მოასწრო 50 ადამიანიდან 23 ავარჩიე მარტო და ანჩენს უარი ვუთხარი. და ნუ და არ არის მარტივი კიდე გაყიდო ბალი. იმ ხრივ რომ ადამიანები უნდა გენდობოდნენ და ძალიან მენდობიან მაგ ხრივ და ესეც ბოლოში მინდა რომ მივიყვანო და ვაჩერებ ვორქშოპებს ალბათ 1.5 წელი ვაჩერებ იმიტომ რომ აი რესურსი აღარ აი ბოლო რაც დამჭა ამ ორ ვორქშოპს უნდა მოვახმარო და მე თან რაღაცა ცვლილებები მაქვს მე აქ საქართველოში არ ვაპირებ ცოტა ხანი
ყოფნას წასვლას ვაპირებ და ისევ ზრდა გინდა, ეხლა თვლი რომ აი ძალიან კარგია ეს რაც ვკითხე, იმიტომ რომ ერთად ჩემო კოლეგამ გითხრა რომ ეხლა როგორ მიდიხარ, როცა მართლა ხო და აბსოლუტურად ანუ დადებული არ არის ვორქშოპი რომ იყიდება. მე რომ ეხლა აქ გავჩერდე და კმაყოფილებაში ვიყო, დაღუპული ვარ მეც და ის ადამიანებიც, იმიტომ იქ თვით კმაყოფილება როცა შევხვდით რომ მე უკვე ყველაფერი ვიცი და აღარ უნდა ეს არის პროფესია თუ თქვი რომ მე გავჩერდი და ვისწავლე, ფურცელზე რა გიწერია, მაგისტრი, დოქტორანტურა, აი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენ თვითრეფლექსიაში არ ხარ და არ მუშაობ, ახალ გარემოში შენ თავს არ ტესტავ, ვინ ხარ და სუკმაყო ახალ კომუნას არ ნახულობ, შენ პროფესიაში ახალ ადამიანებს არ ეკითხები, არა ქართველებს მარტო აბა რა ხდება, რა ვისწავლო. აზრი არ აქვს, აი, ხო არის რაღაცა პროფესია, ვიცი, იურისტი ვარ, ვისწავლე ყველაფერი და სადღაც, ну, აი, ყარად ვმუშაობ, ისე რა, სისტემატურად. აქ არა. აქ საერთოდ მე მგონი ყოველდღიურად ახალ-ახალი კვლევები იდება თან და ამასაც სულ ყურადღებას უნდა აქცევდო და სულ უნდა კითხულობ და ყოველ დღე მოკლედ ახალი ცოდნა. მე მაგ აი კრიზისი თუ გადავაბი, ბევრი ვიმუშავე, ან ბევრი საქმე მქონდა, ან ვორქშოპი იყო და ლიტერატურა ვერ წავიკითხე. მე მართლა მე მაგ ხოლმე პერიოდი რომ ვორქშოპამდე დაახლოებით 1-4 დღით ბაკურიანში ავდივარ ჩემთან და ვკითხულობ რა. არა იმას რაც შეიძლება უბრალოდ რომ ტვინი ცოტა გადარეფრეშდეს, რომ აუცილებელი და მე ვფიქრობ რომ აი ხლა რო აი აქ დავრჩა საქართველოში, რა ვიცი, ნუ ხა ხვალდაზე გამივდივარ, მაგრამ აი სულ რო ამაში ვიყო, არაფერი აღარ შეიძლება რა ერთ წრეზე ვივლი და რაღაცები არის ახალი, რაც ძალიან მინდა რომ ვისწავლო და ხო და ძალიან მეშინია ვიყო. და ეგ უფრო მოხდას ხო მე მგონი. მეშინია, თარი მე ხა აღარ ვარ მარტო რა, ჩემი შვილია, ჩემთან მარტო რო ვიყო, ჯერ აქ უკვე აღარ ვიქნებოდ ვივლდი ქალაქიდან ქალაქში და ქვეყნიდან ქვეყანაში. ну პასუხისგებლობა მაქვს ჩემ შულთან რომ ეხა მოდი აბა დავანებოთ სკოლას მეგობრებს თავი და წავედით დამოუკიდებლად არაფერი რა ნულიდან ვიწყებთ ნულიდან ხო და რთულია მაგრამ ნუ ეგეთები მოგვარებულა მინდა ძალიან ხო მე მგონი ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნება შენი შვილისთვისაც არა ჩემი შვილი ესეთია თან რა რაღაც ბევრ ამას მასწავლის ძალიან ურთიერთობებშიც აი 7 წლის არის მაგრამ ისე მარტივად უყურებს რაღაცებს ხანახან რომ უყურებ ხოლმე ვფიქრობ რომ მე რაც მაგ გავლილი ცხოვრებაში იმის 10%-ს არ გადის ჯერ ნუ წინასწარ არ ვიცით რა იქნება და სულ უყურებ ხოლმე რომ რა ფიქნიერება არის რომ ესეთი მშვიდი ნერვული სისტემა აქვს და ესე მარტივად უყურებ დიდი წვლილი მე ხო შენ მიგიწვის ამ ყველაფერში მარტო მე ვარ ახლა მასთან ურთიერთობაში მეტი არავინ არ არის საერთოდ ანუ მამა არ არის დედა ჩემი არ ცხოვრობს საქართველოში მამა ჩემისაც ესე ინტენსიურად შეხება არ აქვს მარტო ჩვენ ორნი ვართ ხო კი მე ვარ მაგრამ თვითონ ვფიქრობ რომ აი რაღაცნაირია კეთილია ძალიან და მოყვება ბოლომდე რა ამ შენ გადაწყვეტილებაში ხო? მოტივატორია. აი გეტყვი რომ რაღაც გართულდა ხა საბუთების მხრივ და შევედი და ვუთხარი რომ ორი ვარიანტი გვაქვს თქო. მე 7 წელს რო ვიყავი ესე რა ვიცი დიდად მე უფრო მახსოვს რომ მეკითხებოდნენ აზრს. ორი ვარიანტი გვაქვს მეთქი. ერთი რომ საერთოდ უარი ვთქვათ და არ წავიდეთ. და მეორე რომ რაღაცა ეტაპის მერე მივდივართ. მაგრამ პრობლემა აქ არის ის, რაღაც ეტაპის მერე მივდივართ, რომ შენ უკვე მესამე კლასში იქნები, ან მეოთხეში არ ვიცი ზუსტად. შენ მეგობრებთან უფრო მჭიდრო კავშირი გექნება და მე არ მინდა რომ თავი ცუდად იგრძნო, რომ მე უცბად მოგწყვეტო. და თამის მე ესეთი თვალების თავის და მეუბნება რომ mom don't give up. მე ვფიქრობ რომ აქაც მეღოლება მეგობრებია, იქაც და მე ვფიქრობ რომ უნდა წავიდეთო რა. უეჭველიო და იმად მივხვდი რომ ხო, კი, მეთქი, მადლობა, კი, ძალიან დიდი მოტივატორია. ძალიან მაგარი. აი ხაც რომ მოვდიოდი, ვუხსნიდი რომ არ მყავს არავინ დამტოვებელი და აღზრდელიც არ არის ხა ამ პერიოდში. მეთქი უნდა წავიდე, არ ვიცი, ვერ გადავდებ თქო. მე ვინმესთან დამტოვე და მოდი მე. და აი რომ გამოვდიოდი, მითხრა რომ ძალიან ლამაზი ხარო. და მაკიაჟი გიხდება ძალიან და მელოდება ხა რომ მივალ. აი ეგეთ რაღაცა მე მგონი არის სწავლება. ხო, აი ეგ არის რა, აი მაგალითად ბიჭია და გოგო ხო უფრო ბრენჭები არიან რაღაც მომჩელვა, იმ ყოფილა რომ მოვსულა თმა. სხვა ფერი მქონია და უდგოს რომ თმა როგორ გიხდება?
ხო და დეტალებს რა აქცევს ყურადღებას, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. კაცები დეტალებს რო აი აქცევენ ყურადღებას, ეგ როგორი მნიშვნელოვანია. და რა კარგია რა შენ შულს ეგააქვს, იმიტომ რომ აუცილებლად მე ხო, მაგრამ ის ყველა ადამიანთანაც გამოიყენება. აი ხო მეც მაგას სულ უყურებ ხოლმე ვაკვირდები, როგორი პარტნიორი იქნება. მე თქვენ ყველას თავის რაღაც აქვს, მაგრამ აი მივაჩვიე, ჩაულებრივად დავენერგე, რომ ჯერ მიხედავდა რომ მე ვყიდულობდი ჩემ თავს ყვავილებს. მე მითხრა შენ თავს რატო ყიდულობ? მე შეიძლება აჩქო შენ თავს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სხვას რა გჩუქნის თქო და ერთი ყულობა აქვს თავისი, სადაც თავის ოთახს რო ალაგებს ხელფასი აქვს დანიშნული და იმით მე ჩემ მაგათ მივიყვან, მივცე მიყულობის ფულს და ვეუბნები რომ მიყიდე. იმიტომ რომ ყველა კაცის მიღმა ყოველთვის დგას დედა ან ბებია, არ ვიცი, ან მასწავლებელი, რომელმაც ჩამოყალიბა ასეთ. შენი აზრით დედების და შვილების პრობლემა საქართველოში გქონდ მამაკაცი შვილების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? რატო ხდება რომ ეს დედები ლოგინში მოყვებიან მერე ძორთან? აი რატო ხდება ეგ? ხო, აი ეს მიჯაჭო, ჩემი ბიჭი ყველაზე კაია, ჩემი ბიჭი, ჩემი კუტუკია, აი ეს აი რატო ხდება? მიყვარს. აი ეს რატო ხდება? რეალურად ქალს, რომელსაც არ აქვს ცხოვრებაში თავისი თავი ნაპოვნი, არ არის შემდგარი როგორც პარტნიორი კაცთან. მაგრამ პროფესიაში და ძალიან ბევრი დრო აქვს, იმიტომ რომ ვერ განვითარდა. აუცილებლად ეს მთელი ზრუნვა გადააქვს შულს, ბიჭს. მაიზმეც ბიჭსა. აუცილებლად. და რა ხდება მაგ დროს? ორი ვარიანტია ხოლმე რა. ერთი რომ იმდენად overcaring-ი არის და გადამეტებული ზრუნვა არის, რომ საერთოდ არ ვეკითხები ჩემ შულს რა უნდა, არჩევანის საშუალებას არ ვაძლევ, ვეუბნები რომ დედამ გენასვალოს მე უკეთესად ვიცი. მეორე, ჩემი ამ ქცევით არ ვასწავლე დამოუკიდებლობას. და მე თუ დამოუკიდებლობას არ ვასწავლე ჩემ შულს, აპრიორი მე არ ვუშვებ ჩემ შულს ენერგეტიკულად და ემოციურად და ჭიპლარს არ ვჭრი. იმიტომ რომ დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ მე ჩემთვის, შენ შენთვის. და მე იმდენად არ მინდა მარტო ვიყო, რომ პირველი რას ვაკეთებ, არის რომ ჭიპლარს არ გიჭრი ემოციებს, იმიტომ რომ მე ვერ განვითარდი როგორც ქალი ვერსად. ვერ პოვე. მე ეს კაცი მოდის და დედას ეძებს შენში. რა თქმა უნდა, პარტნიორი მოდის დედის ქცევის მოდელი და აუცილებლად გთხოვს, რომ უნანავო, მოუარო, მოებ და ყოველთვის ისეთ ქალებისკენ მიდიან, ვისაც პოტენციალს ხედავენ, რომ ეს მე მომივლის. აი მე რა რთულია. თათუკა, იცი რა მაინტერესებს? შენი აზრით, რა არის ის რამოდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩემს თავს უნდა ვუწესებდე? დაწესება შეიძლება არ მოგეწონა ახლა როგორც გეტყვი. მაგრამ იმისთვის რომ გამოვიდე რაღაცა მდგომარეობიდან, ანუ რომ იმისთვის რომ დავიწყო წინსვლა და აღარ ვტკეპნიდე. აი რაღაცეები ხო არსებობს, რაც აი აუცილებელია, წყალი უნდა სვა, თქო, აი რაღაცა აი მსგავსი რომ დადგე იმ რაღაც განკურნების, ასე ვთქვათ, გამთლიანების გზაზე? ხო, იცი არის არსებობენ ადამიანები, ვინც ისე მიდენ ამ ქვეყნიდან, რომ არ უნდათ კარგად გახდომა და მოწონთ ცუდად რო არიან. მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც აწუხებთ. მიმღებლობა პირველ რიგში. საკუთარ მივიღო. ვისგანაც ითხოვ დახმარებას, საკუთარ თავს ეგრევე ვერ მიიღებ. თერაპიაში ხარ პირობითად და გადაწყვიტე, რომ თერაპია დაიწყო. ერთადერთი კიდე რაც არის ძალიან რთული, რაღაც ბუმია ეხლა. ყველა გახდა რჩეველი, როგორი იყო კარგად. მე ვერ მივიღებ რჩევას ვერც ერთი ადამიანისგან, ვისაც გავლილი არ აქვს, აღიარებას არ აკეთებს თვითონ. ან დასამუშავებელი აქვს და խոսეუნება რომ მე დაგიხმარებ და დაგიმუშავებ. ჩვენი პროფესია არის ისეთი, რომ უნდა, არ ვიცი, იმუშაო საკუთარ თავზე. შეიძლება არ გქონდეს თერაპიის თანხა, არ იყო თერაპიაში, მაგრამ გინდა რომ კარგად გახდე. უამრავი მასალა არსებობს, რაც შეიძლება წაიკითხო, მაგრამ შედეგი ვერ დააყენო. თავარი არის რომ დაიხალო ცუდად ყოფნით რა. იმიტომ რომ ადამიანები იმხელა რომანტიულ დამოკიდებულებას აძლევენ ცუდად ყოფნას, რომ კარგი რაღაც რო ხდება, საერთოდ ვერ იგებენ რა არის კარგი და შფოთვა აქვთ, რომ მე ეს მალე დასრულდება ახლა. გაჩნია როგორ გინდა რომ იყო, თუ შფოთვა გაქვს და უბრალოდ დაიხალე, აღარ შეგიძლია პანიკური შეტევა გაქვს, ერთი და იგივე ციკლი მეორდება სულ რა და ერთნაირი პარტნიორს იზი და აი 24-7 სახელები იცვლება, ხო? მანდ უკვე ხვდები რომ ეს არაფერი პარტნიორებში არ არის პრობლემა.
რეალურად შენ ქცევაშია პრობლემა. შენ ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაში რა ადამიანებიც მოსულან, როგორი ადამიანებიც მოსულან, ცუდად გაგვივლია ტოქსიკური იყოთ, რომ ჩვენი ანარეკლია ყველა. აბსოლუტურად რაღაცა ფორმით. ძალიან ცუდი მოსასმენია, მაგრამ ესე. ჩვენ გვაქვს რაღაცები და სამუშაოებელი. და როდესაც მიდიხარ, არ ვიცი, თერაპევტთან, იმიტომ რომ გინდა რომ, არ ვიცი, გიორგის დაშორდე, შემოვა გუგა რა, ანუ აზრი არ აქვს. არანაირი აზრი არ აქვს. ანუ შესაკრებთა განაცვლელი ჯამი არ იცვლება. უნდა მიხვიდე და თქვა, რომ მე მინდა გავაჩერო ჩემი ქცევის მოდელი და რაღაც მომენტში ვიცი რომ ძიმეა, ურთულესია. თერაპია არის როგორი რთული, იცი რომ ხან გადიხარ რომ რა მაგარია ცხოვრება და ხან გადიხარ რომ ჩემი თერაპევტისაც და ცხოვრებისაც და თუ თერაპევტი რაღაც მომენტში არ გაღიზიანებს, ვერ მუშაობს ესე იგი რა. თავარი გადაწყვიტო, სუდად ყოფნა გინდა, მთელი შენი ცხოვრება და აქ ხარ ურთიერთობაში და relationship-ში, თუ უბრალოდ ცუდი პერიოდი გაქვს და დაიხალე. ამან შორის ძალიან დიდი სხვაობა. არსებენ ადამიანები, ყველა საშიში ვინ არის? ვინც თერაპიაში არ მოდის. ყოველთვის ხერფლი მიდის თერაპიაში. ნარცისი არ მივა თერაპიაზე არასდროს. ის თქვის რომ მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა და ნარცისები ძალიან საშიში ხალხია. რა კარგია რომ ნარცისი არ ვარ. არავინ არ იცის. არა, თერაპიებზე დავდივარ. სულ მაგისგან რომ სამკურნალო ვარ და ეგოცენტრულობა და ნარცისიზმი კიდე ძალიან განსხვავდება რა. ნარცისული აშლილობა არის, აი ძალიან დამღუპველი. ისე მეჯიკი იწყება ეს ურთიერთობა პარტნიორთან ისეთი, რომ შეიძლება ვერც დაიჯერო რომ ნარცისთან გაქვს ურთიერთობა. იდეალურად იწყება ყველაფერი. მაგრამ აუცილებელია რომ პარტნიორი იყოს ნარცისი. შეიძლება დედა ყავდეს ნარცისი ან მამა. ან ხელმძღვანელი და იყო ტანჯვაში. და მე არაფერი პრობლემა არ მაქვს, მე არ ვარ პრობლემური, ყველა პრობლემა შენშია. ნარცისის სხვადასხვა ეტაპები აქვს, რა მაგათ აქვს თავისი. სხვადასხვა ესეთი ქცევის გაშლის ადრე ჯერ სწავლობს კარგად, გააჩნია ვინ არის. ახლოს გიშვებს განახებს და ბევრ კითხვას გისვამს ძალიან და შენ გონია რომ ჩემით ინტერესდება, რა საინტერესო დეტალები აინტერესებს, ყველაფერს გიკითხება. მე რაღაცა შეიძლება მეორე დღეს გითხრას რომ შენ კითხეთი გიყვარს ხო იმ დღეს რომ თქვი და შენ ძალიან გიხარია რომ აი დეტალებზე ორიენტირებული მერთო რა კარგია. აუ დამას გიკითხე ყველასში არ დაიწყო ეხა მაგის ძება მე თუ გითხრა რაღაც არ გაყარო ხალხი მაგრამ ზოგადად მიხვდები რა სხვადასხვა გზების მოდელი. ხო და თავის გამოხატულება აქვს და თავიდან დეტალებს გეკითხება ყველაფერს ემოციურად. სივრცეს არ გაძლევს. სულ შენთან არის. რაღაც მომენტში ყურადღებიანია, გირეკავს, რუნავს, ქიანიქში და მე აი უცბად ქრება. ой. აი ეს უცბად ქრება, აი ლავბომბინგი აქვს ძალიან დიდი, რომ შეიძლება საჩუქრები და რაღაცა ძალიან დიდი, არ ვიცი, საზღვრები არ არის რა, ანუ ვერ დაიცავს, შემოდის და შემოდის. აი უცბად რო ქრება მე იწყება ყველაფერი. მე შენ ფიქრობ, რომ შენშია პრობლემა, რომ მათი მთავარი მექანიზმი არის სიჩუმეში ყველაზე მეტი ხმაური გამოიწვია. და შენს ემოციურობას აუცილებლად მისგან არის ხო გამოწვეული, გაბრალებენ შენ, რომ შენშია პრობლემა. იგონებ რაღაცას, გეჩვენება, რა სისულელეა, არა. ეს გრძელდება სხვადასხვა გამოხატულება აქვს და ძალიან ტანჯველი პროცესია ნარცისთან ურთიერთობის და დედა ან მამა მშობელი ნარცისი არის ტანჯვა რა. ყველაზე რთული кейსები შენთვის როგორია? მე მაგალითად მქონია რა უბრალოდ შეხება იქეთ ადამიანებთან, რომლებიც თავის ცოლებს კნინებენ, ბოლომდე აკნინებენ იმდენად, რომ მე ეს ცოლები ფიქრობენ, რომ მათ გარეშე, ქმრების გარეშე არაფერი არ იქნება და დამოუკიდებლად ხო. და იმდენად აჯერებენ და იმდენად ზეგავლენის ქვეშ არიან, რომ ამხელებს ჯერათ, რომ არიან მართლა ეგეთი ცუდები. და იმდენად ახალგაზრდა გოგოებს ემართებათ ეს. იმდენად კარგი მომავლის მქონე გოგოებს, რომ ვერ ვხვდები ეს იმის ბრალია რომ უბრალოდ სუსტი ხარ და მარტივად შეიძლება რომ ნარცისი არ აირჩევს სუსტ ქალს ან პარტნიორს ეგეც ნარცისია ის კაცი რომელიც აბა გაზლაითერია და აუცილებლად და კი აუცილებლად
თავი რა მინდა თქვათ, რომ სექსიზმი არ მინდა იყოს, რომ კაცები არიან ნარცისები და მაგრამ უფრო მეტი კაცი რატო არის? არა, ანუ ეგეთ იმედი. არა, ქალთან ნახე სხვადასხვანაირი გამოხატულებაა რა. ეხლა ქალი მას შეიძლება არ დაჭერდეს კაცს უთხრას მის რეპუტაციაზე, მაგრამ სხვადასხვა ფორმით გააკეთოს. უფრო გავრცელებული არის, რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ კაცების გამო, მაგრამ ქალი ნარცისი ბევრად სახიფათოა. ბევრად. ის უხედავთ რომ მე ქალების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი ვარ და სულ ვამბობ რომ რა ვიცი ჩემგან ბოლომდე გვერდში თქოს რეალობა არის ახლა ასეთი რომ მარტო კაცები არ არიან ნარცისები ქალებიც არიან მაგრამ ნარცისი არასდროს არ აირჩევს სუსტს იმიტომ რომ მისი მთავარი მოტივი რა არის მას იმდენად სულს საკუთარი თავი და იმდენად არ უყვარს საკუთარი თავი რომ რაღაცა ჭირდება რომ მიხვდეს რომ რაღაცა შეძლო და ეს რა არის გეგმა და მიზანი, რომ შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ მე ავდგები, ახლა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე შენ გაჯობო. რომ დაგაპატარავო და მე ვიყო დიდი. გამორიცხული ნარცისმა სუსტი აირჩიოს, არ არსებული, არ სუსტები არ ინტერესებს რა. რაღაც მომენტში ყველაზე დიდ სიამოვნებას და ეგოს გამოყვებას ახდენს იმით, რომ შენ როგორიც გაგიცნო, საოცრად რო გეუბნებოდა, რომ აი ის რაც მოწონდა და გეუბნებოდა შენში, იმას ჭამს. რო თვითონ გამოიკვებოს. კარგად ყოფნის შიშს როგორ მოვერიოთ? თერაპიით ცხადია და მაგც გიდირებული მედიტაციითაც რა, იმიტომ რომ მე ბევრი რამე შეიძლება გიდირებული მედიტაციაში ამოვარდეს, იმიტომ რომ აწმყოს კარგავ ესე იგი. პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ კარგას თუ ვარ, არა ვარ კარგაც ვერ და ესე იგი აწმყოს ვერ ვიღებ. ან წარსულში ვარ დარჩენილი, ან მომავალზე ვარ ორიენტირებული და აწყვე ისეთი მაგარი რაღაც არის, რომ მაგას თუ კარგი, ოღონდ აწყვე ხა აქ რო შეხედვართ, ეგ არა რა, ის შეგრძნება აწყვოში რა ვარ, მე აღარ მაგარგად ყოფნის შეში. იმიტომ რომ საკუთარ თავზე ვარ მინდობილი და თუ კარგად ყოფნის დროს მეშინია, უნდა ვკითხო საკუთარ თავს, ვის გამო ვარ კარგად და რის გამო და ეს რო გაქრეს, გადავრჩები? აი რა არ ვიცი ურთიერთობაში ხარ და კარგად ხარ. ანუ დამოკიდებული რეალურად არ უნდა იყოს რა, ვიზე საკუთარი თავის გარდა და ეს არის იმდენად მძიმე აღსაქმელი ალბათ ვიღაცაებისთვის. ვიღაცაებისთვის არა, ანუ ადამიანს ჭირდება ადამიანი რა. ეგ არ არის რომ გამოიგეთო და არავინ არ გყავდეს. ადამიანებს ჭირდებათ. მინიმუმ ჩახუტება ჩვენი, არ ვიცი, ტვინისთვის საჭიროა. სიყვარული, აღიარებაც სექსიც ყველაფერი საჭიროა, მაგრამ სადაც მე ვკარგავ საკუთარ თავს ურთიერთობაში და დამოკიდებული ვხდები შენზე და შენი ემოციიდან გამომდინარე იცვლება ჩემი ემოციაც. ან არ არის რაღაც ჩანსაკუთრება. მე მაინტერესებს შენ დიაგნოზების მიმართ როგორ ხარ? საერთოდ ძალიან ბევრი დიაგნოზი აღმოჩნდა ახალი, ყველას რაღაცა დიაგნოზი. ხო, ეს არის კიდე ერთი რაღაც, რასაც ძალიან ვიცავ რა. თერაპიაში როცა მოდის ადამიანი, არსებობს დიაგნოზის დასმის უფლება თუ ხვდებით, რომ ცოტა კლინიკური არის, არ აქვს ფსიქოთერაპევტს მედიკამენტის დანიშვნის უფლება ფსიქოტროპულის, ან ასე შემდეგ. ფსიქიატრთან უნდა მოხდეს აუცილებლად გადამისვლა. მე მქონია და მაქვს უამრავი შემთხვევა, რომ მოდის და გასაუბრების შედეგად რო საუბრობთ, ხვდები, რომ შეიძლება რაღაცა ფორმის ან ნაშლილობა იყოს ან რამე და მე აუცილებლად ჭირდება ფსიქიატრის დასკვნა, საჭირო არის თუ არა CBT, არის თუ არა მარტო მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო, იმიტომ რომ უამრავი რამ არის, რაც ჩემი მიმართულება შეიძლება არ იყოს და არასდროს არ თანხდები მაგას. ოდნავ აი მან როგორი სუფთა გასავლელი გზა არის, რომ ოდნავ მაინც ეჭვი თუ გეპარება, რომ სადღაც შეიძლება გაგეპაროს მისი მდგომარეობა და ჩათვალო CBT-ით უშველი მარტო თერაპიით შეიძლება დაღუპო პირიქით. ვორქშოპზე მაგიტო არ ვასწრებ ყველას. გამორიცხულია. ფსიქიკა ცოტა მზად უნდა გქონდეს ამისთვის და არ უნდა იყოს რაღაცა ფორმის დარღვევა, თუნდაც დროებით ჩავარდნით რა. იმიტომ შეიძლება ძალიან დიდი პროვოცირება გამოიწვიოს და მე არ მინდა ადამიანი დაუღუპო. ამიტომ მიყავს ჩემი ფავორიტი ფსიქიატრი საქართველოში. მყავს ფსიქიატრები, რომელსაც არ ვენდობი და მათი დანიშნულ მედიკამენტებზე და ასევე დიაგნოზზე გადამიმოწმებია მე თვითონვე. წარმოგიდგენიათ, მე არ ვარ ფსიქიატრი. და არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ეს არის. მაგრამ რა დასკვნას მოუტანია ფსიქიატრის სხვისგან, მე მივხვდები, რომ ეს არ არის.
მაგრამ ეს ჩემი სურვილით და გამოცდილებით, მაგრამ მე არ მაქვს უფლება. გადამემსამართებია სხვა ფსიქიატრთან, რომელიც ფსიქიატრს მე არ მიცნობს და მალე ალბათ სახლს იყიდეს უკვე გეუბნებით. მე ვიცი უბრალოდ მის გამოცდილება და განათლება და გამართლებულად ჩემი ვარაუდი ყოველთვის, რაც მაქვს ხოლმე დასკვნა რა არის და ხო, უამრავი რაღაც არის და ძალიან კარგია სახელის დარქმევა, მაგრამ ესე უბრალოდ TikTok-ზე ჩამოსკროლე და ADHD მაქვს თქვა, ანუ ცოტა არაადეკვატურია და ყველას არ შეუძლია ADHD-ის დასკვნის დაწერა. ყველაზე კარგი რჩევა რა არის, რაც მიგიღია? რაც აიხლავე გაგახსენდა. ყველაზე კარგი რჩევა, რაც მიმიღია. ასე ინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ბოლოს რჩევაზე მოვუსმინე, ზედათ ლუნას ვუსმენ რჩევაზე, მეც არავის. მართლა. ხო, ძირითადი რჩევა არის ხოლმე ჩემთან, რომ ვერ ვიხსენებ. ვერ მოგატყუებ, მართლა ვერ ვიხსენებ ხერ რჩევა, რომელმაც შენზე იმოქმედა. არა, კი, გამახსენდა. შარშან იყო ამ დროს, როცა მოგშამ მითხრა, რომ მე ჩემი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ჩემი кейსი რაც გამიხილია, ჩემთვის თავარი არის უსაფრთხოება. და უნდა ვიყო იმ ურთიერთობაში და დავაკვირდე მეგობარია თუ ერთსაც უსაფრთხოდ გრძნობ თავს. აი ძალიან ჩვეულებრივი ფრაზაა რა, თითქოს რომ უსაფრთხოება გჭირდება შენ. და მე დავაკვირდე რამხელა ემოციური კავშირი მაქვს ადამიანთან, ვისაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. და რაღაც ახალი ადამიანები რო გამიცვნია, ენერგეტიკულად რომ ხვდა რა აქვს უსაფრთხოდ ვარ, სულ მოგ შესაძლოა მახსენდება, რომ ჩემთვის კარგია უსაფრთხოება. კი, აი ეს გამახსენდა. ბოლოს რო ვასრულებდით საუბარს, მითხრა რომ შენ უსაფრთხოება გჭირდება და ეგ იყო. და ეხლა შენ თუ შეგიძლია მოგცე რამე რჩევა? დაუშვი შეცდომები აუცილებლად. იმიტომ რომ შეცდომა არის ყველაზე საინტერესო პროცესი. ოღონდ ეს შეცდომა ეცადეთ, რომ ამ შეცდომით ეცადეთ რომ არ დაზიანდეს სხვა. იმიტომ რომ სხვა ადამიანის დაზიანება ენერგეტიკულად არ არის სასურველი, მაგრამ თუ არ ვიცი ჩვენგან დაუგეგმავად დავაზიანეთ, ყველაზე კარგია ბოდიშს მოხდა. მე ძალიან ბევრი ბოდიში მომიხდია და არ მწხვენი არასდროს. ხო, დაუშვით შეცდომები, იმიტომ რომ მე რამდენი შეცდომას დავუშვი, იმ შეცდომებმა იმდენი მაგარი რაღაც მომიტანა, რომ საკუთარ თავის მიღება ხდება მაშინ, როცა შენ შეცდომებს იღებ გაკვეთილად, არა სირცხვილად. და აი ყველა ჩემი შეცდომა მიყვარს, იმიტომ რომ რო არა იგენი, მე ვერ ვისწავლდი ბოდიშს მოხდას, მე ვერ დავინახავდი ჩემ თავს. მე ვერ გადავამუშავდი ჩემ ეგოს და რა ვიცი, პარტნიორთან ვერ მოვიხდიდი დაშორებულ ურთიერთობაშიც რომ აბატია რა. მე თუ დაგაზიანე აბატია. შენ ეხა ამას როგორ მიიღებ, შენი პრობლემა რა. მე აბატია, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემი ახლანდელი ფიქრით, რომ ჩემი ქცევით შენოდესმე ტირილით ან რა ვიცი, სევდით დაიძინო ან რაღაც უდად იყო ან გალოთდე ან რა ვიცი, არ მინდა. ხო და შეცდომები არის პირველი გზა იმისკენ რომ საკუთარ თავთან კრიტიკა შეწყვეტო. თუ მიხვდები რომ შეცდომები მოსულა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე თქვენთან ვიზიტზე მოვალ. მოგწონთ.